მეგობრებო, დღეს მინდა ცოტა განსხვავებულ თემაზე ვისაუბროთ, რაც ცილდება ჩვეულებრივ სპორტულ ანალიზს. საუბარია იმაზე, რასაც ახლა რეალურ დროში განვიცდით. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი. ეს ორი სახელი დღეს საბრძოლო ხელოვნების სამყაროს ცენტრშია. ჩვენ ვხედავთ, როგორ იწერება ისტორია ქვემსუბუქ და მსუბუქ ზონით დივიზიონებში. მახაჩევი წელს გახდა ჩემპიონი, რომელმაც მსუბუქი ზონის ისტორიაში ყველაზე მეტი დაცვა განახორციელა, რითაც ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო lightweight-ი გახდა. ვიცი, ეს ბევრისთვის საკამათო თემაა, რადგან აქამდე საუკეთესოდ BJ Penn-ს მივიჩნევდით. ხაბიბ ნურმაგომედოვი კი მასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მახაჩევმა ისინი სინათლის წლებით ჩამოიტოვა. წარმოიდგინეთ, UFC-ს დაარსებიდან, სადაც მსუბუქი ზონა ერთ-ერთი პირველი იყო, რეკორდი მხოლოდ 3 დაცვა იყო და ეს 20 წელი გრძელდებოდა. მართალი ხარ, მსუბუქი ზონა ყოველთვის რთული დივიზიონი იყო. იყო პერიოდები, როდესაც საერთოდ არ გვყავდა ჩემპიონი, მაგალითად ჯეიმს პენის წასვლის შემდეგ. შემდეგ მოვიდა BJ Penn-ი, იყო ფრენკი ედგარი, ბენ ჰენდერსონი და ხოლმე ისე ხდებოდა, რომ ფრედ მთავრდებოდა ბრძოლები და კამარი ვაკანტური რჩებოდა. ზუსტად ამდენი 10 წლეულის განმავლობაში მხოლოდ 3 წარმატებული დაცვა იყო მაქსიმუმი, რაც ხაბიბმაც გაიმეორა. და აი მოდის ისლამ მახაჩევი და ამსხრევს ამ სტატისტიკას. ეს ისტორიული მომენტია, რომლის მსგავსსაც ყოველდღე ვერ ვნახავთ. შესაძლოა მისი რეკორდის მოხსნას კიდევ 10 წლეულები დასჭირდეს, მაგრამ ისტორია აქ არ გაჩერებულა. ჩვენ ვნახეთ ახალი ორმაგი ჩემპიონის დაბადება. მახაჩევი ავიდა ზედა ზონაში და იქაც აიღო კამარი. და აი აქ შემოდის ილია თოფურია, რომელიც ასევე გახდა ორმაგი ჩემპიონი და დაეუფლა მსუბუქი ზონის ტიტულსაც. ეს ის მომენტია, რომელიც ახლა შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად მოგვეჩვენოს. მაგრამ 5 წლის შემდეგ, როცა უკან მოვიხედავთ, ვიტყვით, ჩვენ ვნახეთ, როგორ იბრძოდა ილია თოფურია, როგორ ხდებოდა ის ლეგენდა. მახაჩევიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ის შეიძლება არ მოსწონდეს, ნამდვილი კრაკენია, ის ლეგენდაა. მან ანდერსონ სილვას რეკორდი გაათანაბრა და სულ ერთი მოგება აშორებს UFC-ს ისტორიაში ზედიზედ ყველაზე მეტი გამარჯვების რეკორდამდე. დიახ, ეს მართლა ჩთამბეჭდავია. სხვათა შორის მასთან ერთად ამ რეკორდს მერაბ დვალიშვილიც უახლოვდებოდა, რომელიც ასევე ძალიან ახლოს იყო ამ მწვერვალთან. მახაჩევმა თუ ეს რეკორდი მოხსნა, ის მარტო დადგება ოლიმპოსზე. ანდერსონ სილვამ თავისი ბოლო რეკორდული გამარჯვება 2012 წელს ჩეილ სონენთან მოიპოვა. 13 წელი დასჭირდა ვინმეს, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია. აბსოლუტურად. ფიქრობ, თოფურიასა და მახაჩევის ეს წინსვლა საჩუქარია გულშემატკივრებისთვის. და რაც ყველაზე საინტერესოა, მათი გზები შეიძლება გადაიკვეთოს. მე არ გამოვრიცხავ დუელს მათ შორის. ეს შეიძლება მოხდეს ქვესაშუალო ზონაში welterweight-ში, სადაც ილია შეიძლება მესამე კამარზე გაიწიოს, ან მახაჩევი ჩამოვიდეს ქვემოთ. თუმცა აქ არჩევანია გასაკეთებელი. ან ილია იბრძოლის მახაჩევთან, ან შესაძლოა პედი პიმბლეტთან მოუწიოს შეხვედრა. ილია შეიძლება ეს ბრძოლა მოულოდნელად გამოაძროს. ჩვენ არ ვიცით, რას გეგმავს UFC-ს ხელმძღვანელობა, მაგრამ ზოგჯერ ისინი სასოწარკვეთილებით გამენ ასეთ ნაბიჯებს და ნამდვილ სუპერ ბრძოლებს ნიშნავენ. მე მჯერა, რომ ჩვენი თაობა იმსახურებს ამ ორ გიგანტს შორის დაპირისპირებას. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ ხშირად ასეთი ოცნების ბრძოლები არ შედგება ხოლმე. გავიხსენოთ ხაბიბი და ტონი ფერგისონი, ან ხაბიბი და ჩარლზ ოლივეირა. ეს იყო ბრძოლები, რომლებიც ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შესულიყო, მაგრამ ვერ ვიხილეთ. ისევე როგორც ჟორჟ სენ-პიერისა და ანდერსონ სილვას დაპირისპირება. როცა მსუბუქ ზონაზე ვსაუბრობთ, თოფურია და მახაჩევი ახლა pound for pound საუკეთესო ზონის მიუხედავად რეიტინგის სათავეში არიან. იქ არის ჯონ ჯონსიც, მაგრამ ეს ორნი არიან ყველაზე აქტიურები და ავები ამ მომენტში. ძველად ანდერსონ სილვასა და ჯონ ჯონს შორის მხოლოდ ერთი ზონა იყო განსხვავება და ყველა გულშემატკივარი ნატრობდა მათ ჩხუბს. ვიდეო თამაშებშიც კი ყველა ამ წყვილს ირჩევდა, რადგან ისინი 10 წლეულის საუკეთესოები იყვნენ. ზუსტად, ილია თოფურია და ისლამ მახაჩევიც ზუსტად იმავე პოზიციაში არიან. ეს იქნება ეპიკური ამბავი. ანდერსონ სილვასა და სენ-პიერის შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ სილვას კრის ვაიდმანთან რომ არ წაეგო, შემდეგი ბრძოლა სწორედ ჯორჯთან იქნებოდა. მსუბუქ ზონაში კი ჩარლზ ოლივეირასა და ხაბიბის ჩხუბი გიგანტური მოვლენა იქნებოდა, რადგან ჩარლზს ნამდვილად შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება ფერგიუსონს, იმ პერიოდში, როცა მას დიდი მოგებების სერია ჰქონდა, ის ხაბიბისთვის მინიმუმ ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ თოფურია მახაჩევი შეიძლება იყოს ამ თაობის უდიდესი ბრძოლა. ჯონ ჯონსიც დიდია, მაგრამ მის ირგვლივ ზედმეტი დრამა და საპნის ოპერაა. თანაც ჯონ ჯონსზე ბევრი ამბობს, რომ ის აღარ არის თავის პიკში. მახაჩევსა და თოფურიას კი მინიმუმ 2 წელი მაინც აქვთ დარჩენილი უმაღლეს დონეზე.
მახაჩევი შედარებით ასაკშია, მაგრამ ორივე ახლა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზეა. აი, კითხვაც ესაა. გქონია კი ისტორიაში ასეთი მომენტი, როცა ორი გიგანტი თავის პიკში ხვდება ერთმანეთს. ალბათ სენ პიერი და ბიჯეი პენი იყო ასეთი. ასევე რენდი კუტიური და ჩაკ ლიდელი. ტიტო ორტიზიც შეიძლება ვახსენოთ. მაგრამ სხვა ბევრი ასეთი მაგალითი არ გვაქვს. ანდერსონ სილვას თაობაში არ იყვნენ ასეთივე მასშტაბის ჩემპიონები სხვა წონებში, რომლებიც მას დაუპირისპირდებოდნენ. კონორ მაკგრეგორი და ჟოზე ალდო ერთ წონაში იყვნენ. ეს არ იყო ჩემპიონის წინააღმდეგ სხვადასხვა დივიზიონიდან. UFC-ს ისტორიაში ასეთი მოძრაობები იშვიათია. ალბათ ამანდა ნუნესი და კრის საიბორგი იყო ყველაზე დიდი GO8-ების დაპირისპირება ქალთა შორის. გეთანხმები, ეს მართლაც იშვიათობაა. სპორტსმენებს ხშირად არ სურთ ზედმეტი რისკის გაღება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მაგრამ გონია, რომ UFC ახლა თავად უბიძგებს მებრძოლებს ამისკენ. ახლა ყველაფერი პოსტერის ძალაზეა დამოკიდებული. ნახეთ, როგორ ცდილობენ ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის, ან სტიპე მიოჩიჩის თემებს წინ წამოწევას. UFC ცდილობს კრივის გზას გაჰყვეს, სადაც ისტორიული ბრძოლები დიდ ფულთან არის დაკავშირებული. ადრე თუ რესურსი არ იყო, ახლა ფული თავზე საყრელი აქვთ. ნამდვილად, TNA La Plata, ჩემო მეგობარო. ამიტომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა არა მხოლოდ სპორტული, არამედ უდიდესი კომერციული პროექტიცაა, რომელიც მზადების პროცესშია. ქართველი და ესპანელი გულშემატკივრებისთვის ეს იქნება დღესასწაული, რადგან ილია დღეს ნამდვილი მსოფლიო ვარსკვლავია და ის მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. იცი, როცა თოფურიასა და მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ვსაუბრობთ, მხოლოდ წონებსა და ქამრებს არ გულისხმობთ. აქ საუბარია ორ სრულიად განსხვავებულ სკოლაზე და მებრძოლის ფილოსოფიაზე. ისლამ მახაჩევი არის დაღესტნურის სამბოს ევოლუციის პიკი. ის არ არის მხოლოდ მოჭიდავე, მან თავისი სტრაიკინგი ისე დახვეწა, რომ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. მაგრამ მეორე მხარეს ჰყავს ილია თოფურია, ადამიანი, რომელსაც აქვს ქვის ხელები და ამავდროულად არის შავი ქამარი ჯიუჯიტსუში. ილიას ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ მას არ ეშინია პარტერში გადასვლის, რადგან მისი გრეპლინგი უმაღლეს დონეზეა. სწორედ ეს ხდის ამ ბრძოლას განსაკუთრებულს. ჩვეულებრივ, მახაჩევის მეტოქეებს ეშინიათ მისი ჭიდაობის, ილია კი თავად არის აგრესორი. მართალი ხარ და კიდევ ერთი დეტალი, ფსიქოლოგია. ნახე როგორ იქცევა ილია. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მატადორი, რომელიც წინასწარ აანონსებს თავის გამარჯვებებს. ბევრს ეს თავდაჯერებულობა ამ პარტავნებაში ერევა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უდიდესი შინაგანი რწმენა. ქართველ მებრძოლებს, ისევე როგორც მერაბ დვალიშვილს, აქვს ეს განსაკუთრებული თვისება, დაუღალავი ძრავა. თუ მახაჩევი მიჩვეულია ბრძოლის ტემპის კონტროლს, ილია არის ის, ვინც ამ ტემპს თავად კარნახობს. წარმოიდგინეთ სცენა. ოქტაგონის ცენტრში დგანან ორი საუკეთესო, სადაც ერთი შეცდომა ნიშნავს დასასრულს. ილიას კრივი იმდენად კომპაქტური და ზუსტია, რომ მახაჩევს ძალიან გაუჭირდება დისტანციის შენარჩუნება. ზუსტად ეგაა. მახაჩევს ჰქონდა პრობლემები ვოლკანოვსკისთან პირველ ბრძოლაში, რადგან ალექსი იყო მოქნილი და დაბალი ცენტრის მქონე. ილია კი კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან მას ერთი დარტყმით შეუძლია ბრძოლის გათიშვა. ჩვენ ვხედავთ, რომ UFC-ს პრეზიდენტი დანა ვაიტიც ხვდება, ეს არის ოქროს საბადო. თუ ეს ბრძოლა შედგა, ეს იქნება ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა საქართველოსა და ესპანეთისთვის. ილია დღეს ნაციონალური გმირია. მისი ყოველი გამოსვლა არა მხოლოდ სპორტი, არამედ კულტურული ფენომენია. და როცა ის ამბობს, რომ მზად არის მახაჩევისთვის, მე მას ვუჯერებ. ეს ბრძოლა ასევე იქნება პასუხი კითხვაზე, ვინ არის რეალურად პლანეტის ნომერი პირველი მებრძოლი. მახაჩევს სურს დაამტკიცოს, რომ ხაბიბის ჩრდილიდან გამოვიდა და საკუთარი იმპერია შექმნა. თოფურიას კი სურს აჩვენოს, რომ ახალი ერა დადგა, სადაც ის არის მთავარი პერსონაჟი. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სპორტული რეჟიმი, ტექნოლოგიები და კვება მებრძოლებს საშუალებას აძლევან იყვნენ სუპერ ათლეტები. მახაჩევი და თოფურია სწორედ ამ თანამედროვეობის სიმბოლოები არიან. ერთი რამ ცხადია, თუ ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, ეს არ იქნება უბრალოდ ჩხუბი. ეს იქნება ჭადრაკის პარტია უმაღლეს სიჩქარეზე, სადაც ფსევზე ყველაფერი დევს. და როგორც ესპანელები იტყოდნენ, TNA La Plata, მაგრამ ამ ბრძოლაში ფულეზე მეტად დიდება და ისტორიაა მთავარი.